გამარჯობა, მე შერმაზანა ვარ და დღეს ქუჩებში გადავიღებთ საინტერესო სახეებს. დღეს საინტერესო სახეების დღე არის. ვესტები ქუჩაში გავიარო და საინტერესო სახეები პორტრეტები გადავიღო. ამას ყველაფერს გავაკეთებ ტელეფონის გამოყენებით. იქიდან გამომდინარე, რომ ცოტა უხერხული არის, როდესაც ქუჩაში დადიხარ და 200 კილოგრამიან ლინზას მიუშვერ ადამიანს, ტელეფონით ეს გაცილებით მარტივი არის. განსაკუთრებით ეს 25 შესაძლებლობებით შეგვიძლია ультრავაიდის გამოვიყენოთ და გაცილებით უკეთესი შედეგი მივიღოთ. ახლა მოვძებნოთ საინტერესო სახეები, ყველაზე ფოტოგენურები, რომელიც რაღაცნაირად თავის ხასიათს წარმოაჩენს. გამარჯობათ. უკაცრავად ფოტოებს ვიღებ ქუჩაში საინტერესო სახეების და თქვენ რო გადაგიღოთ შეიძლება? ვერ გაიგე. სურათი რო გადაგიღოთ თქვენს ნივთებთან შეიძლება? შეიძლება? მოდით ქუჩაში სახეების გადაღებისას რამდენიმე ძირითადი წესი გავითვალისწინოთ. მოვძებნოთ სახე, რომელიც ან რაღაცით გამოირჩევა, ან რამე ემოციას აჩვენებს. ეს ხოჭო. რადგან თითქოს ველოსიპედთან ერთად ახართ. მადლობა დიდი. წარმატებები აბა. გამარჯობათ, რო გადავიღო, რო თამაშობ შეიძლება? სურათი რო გადავიღო, თუ არ გეწყინებათ. არა? გადაიღე გამოაყენე. თქვენ არ გადაგიღებთ, აქეთ გადავიღებთ. სასურველია თუ სახის გარდა გარემო ვითარებასაც ვაჩვენებთ. მაგალითად, რას აკეთებს, ამით ამბავსაც მოვყვებით ფოტოში. მიუხედავად იმისა, რომ პორტრეტებს ტელეფოტო ობიექტივით იღებენ, მოდით ჩვენ ეს წესი დავარღვიოთ და ультრავაიდ გამოვიყენოთ. და ბოლოს, როგორც არ უნდა იყოს, მაინც ვცადოთ პორტრეტის რეჟიმი, რადგან ახალ გალაქსის სერიაში პორტრეტის რეჟიმი კიდევ უფრო საინტერესოა. იმედია მოგეწონათ ეს მოკლე რჩევები და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. მანამდე კი მოიწონეთ გვერდი და დააკომენტარეთ, კიდევ რა თემატიკის ფოტოგრაფიული რჩევების ნახვა გსურთ.